მოზარდების თინეიჯერების თავის მოვლაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში, რადგან მე თვითონაც მშობელი ვარ და ჩემი უფროსი ვაჟი მოზარდია. ყოველთვის მერიდება ამის თხოვნა, მაგრამ ეს ზუსტად ის ვიდეოა, სადაც თქვენი დახმარება მჭირდება, რადგან ბევრმა ნახოს, ამიტომ გამეხარდება თუ გააზიარებთ და დამეხმარებით რომ გავრცელდეს. მოზარდის ანუ თინეიჯერის ცხოვრებაში იწყება ჰორმონალური ცვლილებები, რაც არის ბუნებრივი პროცესი და არაფერი ამაში საგანგაშო არაა. ხშირად ეს ცვლილებები სახეზეც აისახება და იწყება გამონაყარი. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს, რითაც დაზოგავთ თანხას დროსა და ნერვებს და რაც ყველაზე მთავარია, თავიდან აირიდებთ იმ გამწვავებებს, რომელსაც უფრო მეტი დრო დასჭირდება სამკურნალოდ და უფრო მეტი ფინანსებიც. უნდა შევეხო ერთ საკითხს და იმედია ჩემი კოლეგები არ გამინაწყენდებიან და პირიქით დამიდასტურებენ კიდევაც რომ სწორი ვარ. თუ კანზე არის პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს და არა კრეატორს ან ინფლუენსერს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც გარკვეული ცოდნა გვაქვს, ამაზე გვაქვს გვერდი, გავცემთ რჩევებს, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, რომ მტკიცებით ფორმაში მოგცეთ დანიშნულება, არა ეს ასე არ არის და მით უმეტეს ამაში თანხა ავიღოთ, ჩემი მხრიდან ძალიან არაეთიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. უმჯობესია წახვიდეთ სპეციალისტთან, რადგან ხშირად არის ისეთი შემთხვევა, რომ თვითონ ექიმ-დერმატოლოგსაც კი უჭირს დიაგნოზის დასმა, მე თვითონ მაგალითად მქონდა ასეთი შემთხვევა, ხანდახან მკურნალობა არ ამართლებს და ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ, ვინც თავის მოვლის სფეროში ვართ, კრეატორები თუ ინფლუენსერები, ავდგეთ და გავცეთ რეკომენდაციები. ძალიან არასწორი იქნება, მოკლედ. იმედია მიხვდით რისი თქმაც მინდა. დავუბრუნდეთ ჩვენ მოზარდებს. და რა რეკომენდაციის გაცემის უფლება მაქვს მე ახლა ეკრანიდან, რაშიც 100%-ით ვარ დარწმუნებული და ნებისმიერი დერმატოლოგი დამეთანხმება. მოზარდებს გჭირდებათ უმარტივესი რუტინა. სახის დაბანა, დატენიანება და მზისგან დაცვა. როგორ შევარჩიო პროდუქტები? პროდუქტები უნდა შეარჩიო შენი კანის ტიპის მიხედვით და აუცილებლად დერმატოლოგიური ხაზიდან. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო საერთო კოსმეტიკა. ამას უნდა მოერიდოს არა მარტო მოზარდი, არამედ ზრდასრული ადამიანიც. არ გაგიკვირდეს, რასაც ახლა კეტყვი. ხშირად გაასუფთავე ტელეფონი, რადგან მასზე უამრავი მიკრობი და ბაქტერია ბინადრობს. მაქსიმალურად მოერიდე ხელის სახეზე შეხებას და ხშირად გარეცხე ბალიშის პირი. და ვიდეოს ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბრო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოზარდობის პერიოდი, როგორც აღვნიშნეთ, ის პერიოდია, როდესაც ხდება უამრავი ცვლილება ჩვენ ორგანიზმში და როგორც ვთქვით, შეიძლება ეს სახეზეც აისახოს. ერთი თხოვნა მექნება, დასცინოთ ერთმანეთს გამონაყრის გამო. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ამისგან დასხვეული არავინ არ ვართ. თუ თქვენ მეგობარს სახეზე აკნე აქვს, ზედმეტი გამონაყარი აქვს ან რაღაც არაესთეტიურად გამოიყურება ეს ყველაფერი თქვენთვის, ამაზე კი არ დასცინოთ. პირიქით დაეხმარეთ, გვერდში დაუდექით, დაიწყეთ ინფორმაციების მოძიება, დერმატოლოგი ურჩიეთ, მოძებნეთ კარგი დერმატოლოგი. ანუ დავეხმაროთ ერთმანეთს პრობლემის მოგვარებაში და არ გავხადოთ ჩვენი მეგობარი დაცინვის ობიექტი. რადგან კარმა მე ძალიან ცუდი რაღაცაა და შეიძლება ცუდად შემოგვიბრუნდეს. წარმატებები, იმედია ნაყოფიერი იყო ეს ვიდეო თქვენთვის. დამატებით შეკითხვებისთვის გელოდებით კომენტარებში და მადლობელი ვიქნები თუ ამ ვიდეოს გაავრცელებთ.